მოგესალმებით, ეს არის კლუბი ნომერი 4. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში. შიში აქ განა იმის რომ მუშტი მოხდება და ფეხი მოხდება. მან არის წაგების, მარცხის, განცდის ეს არის. თითქოს სხვა ადამიანი იბრძოდა გურამის სახელით. მე ეგეც საბეჭდილებოდა, ჩემთვის რომ ვერაფერი ვერ ვნახე, რაც გურამს ზოგადად ახასიათებს. ჯერ იყოს ოლივერ, მე იყოს მახაჩები. აი ხა მორ ადამიანს რო აფინიშებს. აი ხა ეს ნიკნეიმი წარმოიდგინე, არის თუ არა ეს იმართო. აბსოლუტურად სხვა შინაარს, სხვა განწყობას იძენს უკვე ეს ნიკნეიმი. როგორ ხარ ზურა? რა გოგრძნობ თავს? კარგად. ცოტა მონატრებულად. დიდი ხანია ის უკვე ჩაწერის ფორმატი. კი ბატონო, უკეთესადაც შეიძლებოდა, თუმცა სპორტია და ხდება ყველაფერი ძალიან ძიმე ღამე გადავიტანეთ UFC ლონდონში. UFC ლონდონზე ქართულმა გულშემატკივრებმა, როგორც ისეთ გურამ ქუთათელაძე გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ჩვენ ზოგადად ძალიან სამწუხაროდ გაოცებულები ვიყავით, ხო? შენ როგორი ემოციები გქონდა? ხო, ჩვენ მომაყურებელმა იცის, რომ ვაპირებდით ამ ყველაფერს ლაივში და რეაქტებას და შემიძლია მე და შეცავნიშნეთ, რომ ხო, შენ მოსიცხრა 29-ზე ამიცია სიცხე უცბად არ ვიცი. კაკი სიცხემ გადაგვარჩინა, იმიტომ რომ ის რეაქციები, რაც მაგ ბრძოლის პერიოდში მქონდა, ნამდვილად არასტუდიური იყო და ცოტა შემსხვებოდა ლაივში რომ მოხდარიყო. რთული იყო, ხო. და ძალიან გული დაამწყდა. პირველი ეს იყო, რომ ჩვენ ხო ამ გადაცემამდე სამ ჯგუფი იქნებოდა, მაგამდე ვისაუბრეთ მე და შენ, რომ რამდენად უიღბლო წარსული ქონდა გურამს და როგორი იმედი გქონდა, რომ ამ თავის ნიცს ვანახებდა და ისევ ეს ძიმე განვითარება და გული დამწყვიტა ძალიან. უხერხული მეტოქე იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან რიჩი იყო უპირატესობა, ძალიან ნათელი გინდა ფეხებით, გინდა ხელებით და ამ დროს უნდა მოახერხო და დაფარო დისტანცია ისე, რომ დაზიანებული შენ კი არა ის გამოხვიდე. მე არ ვიცი, ოფიციალური განცხადება სხვათაშორის ალბათ გურამს ერიდება ახლა მაგის თქმა, იმიტომ რომ მე რაღაც მიზეზებზე ილაპარაკებსო ამ თქმა, მაგრამ თუ არ იტყუები და თუ რეალობა, რატომაც არა თქვი, ხო, ანუ მე გავცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ აი პირველმა 1-2 ლეკიკმა მოტეხა ფეხი გურამს და ხა ფეხმოტეხილი რომ ვინ შეიძლება რომ ის მოუგოს, ხო, არ არსებობს. ძალიან მეც არ ვიცი ხა შეეტყო თქო რომ აი აშკარად მოტეხილია თქო ფეხი, მაგრამ ძალიან წარეთ მოხდა ის ლეკიკები. პირველივე იყო ძალიან ძიმე, როგორც მახსოვს, მანამდე აიცილა, ხო? პირველი აიცილა ძალიან ისე ეფექტურად და აი მეორე მოქნეული მოხდა ძალიან ძიმედ. ძალიან ძიმედ მოხდა. თან აბიჯებდა დაჭიმულ კუნთზე, რასაც ქვია, აი ძალიან წარეთ მოხდა და სამწუხაროდ პასუხი არ ქონდა რა, აი ამ დისტანციის ამბავზე. ვერ მოუძებდა პასუხი, იმიტომ რომ წინ უცბად ამ ლეკიკების მერე დავიწყოთ ის ამბავი, რომ თქვათ მოტეხილი ქონდა, ხო, აი ესე ვისაუბროთ, რომ თქვათ არ ქონდა, უბრალოდ დაზიანებული ქონდა. გასაკვირი ამბავი იყო შემდეგი რაღაც, რომ ანუ წინ მიდიოდა დარტყმების გარეშე. არ ყრიდა არაფერს. ხო, ანუ უბრალოდ წინ მიდიოდა, ისე რომ კომბინაცია არ ქონდა გამზადებული. კუთხეს ვერ უჭრიდა, უბრალოდ ესე დადიოდნენ რა, ეს გურამი აგრესიულად წინ მიდიოდა, მაგრამ ის რომ აქეთ იგრაც როგორც უნდა, კუთხის მოჭრა გურამ ქუთათელაძე რა თქმა უნდა იცის, თავისთავად იცის და წინ რომ მიდიხარ რომ უნდა რაღაცა გადაყარო, ესეც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად იცის და ვერ მივხვდი, მართლა გეუბნები, აი ვერ პასუხობ მაგას, რომ ესეთი ბანალური შეცდომები რა, ესეთ ანუ ნათელი იყო ხო რაც ხდებოდა რა, შეცდომები. თითქოს სხვა ადამიანი იბრძოდა გურამის სახელით. მე ეგეც საბეჭდილებოდა, ჩემთვის რომ ვერაფერი ვერ ვნახე, რაც გურამს ზოგადად ახასიათებს. და მე ის ჰეტკი კი როგორ ძალიან ძლიერი დარტყმა ფეხი მოხდა თავში და აი
თელი ენერგია წავიდა იმაში, რომ მასზე მოსულიყო ჰეთკიგიდან აეტანა ტკივილი ფეხში და ამან რა მოკლა კრეატიულობა და მოკლა ის გეგმები, რაც შეტევის დროს მებრძოლს უნდა გქონდეს და რაღაცა მესამე რაუნდში თითქოს და მეორე რაუნდშიც რაღაც მონაკვეთები იყო, რომ თითქოს ახვევდა თავს გურამი თავის ტემპს, თავის წინ, მაგრამ უცბად რაღაც დარტყმას ატარებდა. აი, დისტანციაზე და ჩახურვა ჰქონდა თავარი მიზანი ეს ფაქტი იყო. მაგრამ როგორც კი დისტანციას ჩახურავდა, უფრო ზიანს გურამი იღებდა და აი ეგ იყო ჩემთვის, რომ ვერ ვნახე სივრცე, სადაც აი აქ უკეთესია გურამი და მოდი იქნება აქ აღმოვჩნდეთ. აი ეგ იყო ხო და ისე ლოგიკურ ამბავს რო გავუყვეთ. მე ვფიქრობ, რომ უფრო ლოგიკური ახსნა იქნება ის, რომ რაღაც აშკარად მოხდა, ვიდრე ის, რომ განმარტოთ რეალურად ამის გამო წააგო, ან სტილისტიკურად წააგო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მაგარი მეტოქე იყო ფერნანდესი, ხა ეს არ უნდა დავაკნინოთ, რა თქმა უნდა. თუმცა გურამისგან რაც გვინახავს, რაც წარმოდგენა გვაქვს, არ ვიცი, იმის 5%-იც არ გვინახავს, არც სტრაიკინგში გვინახავს რამე, კრივის დისტანციაზეც ხო ჩაგრავდა, ფეხის დისტანციაზეც ჩაგრავდა, ჭიდაობაში რამდენი გაცვლაც იყო იქაც და ან ვერ ვნახე ვერსად, სადაც რაღაც უპირატესობა ქონდა. მაგარია, ხო, ანუ აქედან ორი დასკვნა უნდა გააკეთო, რომ რა ვიცი, ეს კავაი ჰერნანდესი, რა ვიცი, ყოფილა მაშინ, ანუ ხო, იმიტომ რომ ჩვენ გურამი გვინახავს მაგარი ოპოზიციის წინააღმდეგ, ხო, რა ვიცი, გამროტის წინააღმდეგ ნახეთ ხა კავაი ჰერნანდესი გამროც ჯობია დავიჯერო, ანუ კაცი არაფერი ხო ისეთი რა, არაფერი, უბრალოდ აი ხო რა, ანუ ეხა გამოდის რომ რაღაც სუბიექტურად ბრჭყალებში ვაправებთ გურამის ცუდ პერფორმანსს, მაგრამ ვაправებ კი არა, უბრალოდ ჩემას ვიძახი რა მოხდა რა, აშკარად ძალიან მძიმე დარტყმები მიიღო ფეხზე და გარდა იმისა, რომ ზოგადად დაუმძიმა ფეხები და გადაადგილებაში ხელს უშლიდა, მთელი მენტალური ენერგია მიდიოდა ამ ტკივილის ატანაზე და ერთი-ორჯერ ვერცა იტანა და დაწვა, ხო? ფეხის დარტყმის მომენტში დაწვა და წარმოიდგინე ხა როგორ ეტკინა. მესამე რაუნდში წარმოიდგინე, როცა დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს ფინიში გვინდოდა, ძალიან დიდი ხანი გაატარა ესე დაგდებულ პოზიციაში ფეხის დარტყმის დროს ძირს. რამდენჯერ ვხედავთ, ხო ლეკიქები არის MMA-ის ალბათ ყველაზე ბევრი დარტყმა, რაც ვარდება ჯგუფში, ლეკიქი არის, მაგრამ ლეკიქისგან დაწოლილი კაცი ასე თუ ისე იშვიათია, კი, გვინახავს, რა თქმა უნდა, მაგრამ იშვიათია, ხო? ვერ ნახავ, რომ ლეკიქი ჩაარტყა და რაღაც შეიძლება ივენთი ისე მორჩეს, რომ ერთ ჯგუფში არ მოხდეს ეგეთი რამე და ვიცი რა იყო ძალიან სამწუხარო კიდე იყო ის, რომ ჯერ ერთი წინა ჯგუფი მოგებული ქონდა შესაბამისად ხალხს იმედები ქონდა გაღვიძებული გურამის მიმართ და ველოდებოდით რაღაც მაგარ პერფორმანს პლუს იქ თოფურიების ფაქტორი რომ ჩავიდნენ. მე ხამზატიც ჩავიდა UFC-მ გამოარჩია ეს ყველაფერი დაიპოსტა ყველა ლაიქები და აი ეს ყველაფერი არ ვიცი, კარგი, რა თქმა უნდა, მაგარია შენი მონატრებული მეგობარი რომ ეგეთ დროს სურპრიზს გიკეთებს, მაგრამ აი ის წნეხი, რასაც მოყვება მე მსგავს, ну, რა ვიცი, როგორ თქვა, ეხლა რომ კარგად იმოქმედა თქო, ხო? შეიძლება არც საერთოდ არ არის მაგის ბრალი და ბანალურად, ну, ფეხი მოიტეხა კაცმა ჯგუფის დასაწყისში და მაგის გამო მოხდა ისაც მოხდა. შეიძლება ეს არის სიმართლე, უბრალოდ მოხდები რა, ბევრი ფიქრობს, რომ ასე არ არის და უბრალოდ რაღაცა ხასიათის გამო და იმის გამო რომ აი რაღაცა ვერ მოახერხა, რაღაცა ვერ იჭხუბა ასე ვთქვათ რა. შეიძლება ესეც იყოს პასუხი. ხო, რთულია ხა საბოლოოდ გავიგოთ სინამდვილეში რა მოხდა. ერთადერთი პასუხი რითაც შეგვიძლია გურამა ამ ყველაფერს გასცეს არის, რომ ამ მარცხიდან ბევრად ძლიერი დაგვიბრუნდეს და შეცდომებზე ისწავლოს, რაც თავარი არის. კი, თავარია რომ ხასიათი არ გაიტეხოს და ეს ყველაფერი არ აღმოჩნდეს გურამისთვის ახას ცუდი გარდამტეხი მომენტი რა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოერევა ამ ყველაფერს. კი, მით უმეტეს ამ სპორტს ახასიათებს ეს, რომ რადგან ამდენად ფიზიკური სპორტი არის და ამდენად ჩართული ხარ გული და სულით ამ სპორტში, აი მარცხი ძალიან მძიმედ მოქმედებს ხოლმე, ან ეს მარცხი სერიოზული სტიმულია და მერე უკვე ფსიქოლოგიური მომენტუმი ძალიან მნიშვნელოვანი არის. კი, თან ესე მკაფიოდ დამარცხებული გურამი აქამდე არ გვინახავს ჩვენ. ხო, კი.
ნუ ფინიშის გარდა, მაგრამ იმ ჯგუფშიც რას უშვებოდა. მაგრამ იმ ჯგუფშიც დომინანტურად, რა ვიცი, რამდენჯერ დაასისხლიანა, დაანოგდა უნდა ყველაფერი უკნა ეგ ჯგუფი როგორ წააგო, აი მაგაზე ეგ რა ერქვა მაგ ბრაზილიელს აღარ მახსოვს ეს თეთრად ქრო ქონდა თმები შეიძლება ოლივერას კემპიდან იყო. ხო, ოლივერას კემპიდან რო იყო, აი ეგ მაგ ჯგუფის წაგება იყო, აი ძალიან ცუდის დასაწყისი და ძალიან ცუდის ბრენერი ხო ძალიან ცუდი რაღაცის დასაწყისი და ძალიან ცუდის ნიშანიც აი არ შეიძლებოდა რა აი მაგ ჯგუფის წაგება აი მართა მოგებული ჯგუფი წაა Saved by Bell იყო უკვე ბრენერი აი ქანქალებდა როგორ თა რამ წარევი და ყვები მოხდა მე კუთხეში ძალიან ძიმე დარტყმები გაუტარა ავკიცერი ესე გადაუვარდა ბოლოს ისინი მე ეს ხო აქედან გახეთქილი თავი თან აი რაღაცნაირად მართლა უნდა იმუშაოს გურამმა იმაზე რომ ჯგუფის დროს განეწყოს რა როგორც ილიას ადამიანებულებას აქვს რა რომ რაც იქნება შვიდად წყნარად იმიტომ რომ თან ბიჭო ეტყობა ხოლმე რომ ნერვიულობს რა აი ფიზიკურად შესატყვისი არის ეს შესატყვისაში ფიზიკურად ნათელია ეს ყველაფერი მის მექანიკაზე მოქმედებს და ეტყობა რა და ვიცი ძალიან ნერვიულო რამე არის რომ აი ხა რომ 2 წუთში რომ გალიაში კეტავენ და შენ ტრუსები გაცვია და ვიღაცა შენაირად ნავარჯიშებს უნდა დაუდგე მაგრამ ნუ ეს ხო შენი არჩევანი იყო და რაღაცნაირად უნდა მოერიოს რა აი მანძე ხა ზოგ მაყურებელს გონია რაღაც 1-2 კომენტარი შეხვდა შეეშინდა მანდ რო პროფესიონალი მებრძოლი შედის იქ არავის არ ეშინია უბრალოდ აი ეს წნეხი რაც აი მაგალითად აი წაგების შიში აქ განა იმის რომ მუშტი მოხდება და ფეხი მოხდება მანდ არის წაგების მარცხის განცდის ეს არის მთელი ამბავი რეალურად ეს ჩვენი მხარდაჭერაც რაც ჩვენ ქართულ ბიჭებს აქვს რა თქმა უნდა დიდი мотиваცია მაგრამ ეხლა სხვა კუთხით რო შევხედოთ რეალურად ეს ხო ძალიან დიდი წნეხი არის იმიტომ რომ თუნდაც გურამის მაგალითზე ავიღოთ აი ჯერ ჩვენ თვითონ ერთ ადამიანს როგორ დაგვწყდა გული მე ეხლა მასობრივად ამდენ ადამიანს რო დაწყდა გული ძალიან დიდი წნეხია მოკლედ რა ვიცი მე ბავშვობისა სადღაც გამოცდაზე რომ მიდიოდი მე პირადად გამოცდის არ მეშინოდა მაგრამ იმის არ მეშინოდა რომ მეთქი რაღაც ვიღაცას შეიძლება ხამე არ დაგვწლებოდა საკონტროლოს წინ და ეხლა ჯგუფის წინაც თავისთავად მნიშვნელოვანია მაგ ყველაფრის გათვალისწინება ხო ნუ მოკლედ ყველაფერი საუკეთესოს უსურვებთ გურამს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ სწორი გაკვეთილები გამოიტანოს ამ ყველაფრიდან და როცა მისცემს ორგანიზმი იმის საშუალებას და აი ეგ არის კიდე რა რომ ზიანი მიიღო აი მაგაზე ვისაუბრეთ და ეგ არის კიდე რომ წაგებაც არის და წაგებაც ეხლა ეს ფეხი ორივე ძალიან სერიოზული დაზიანებული არის მით უმეტეს თუ ამბობენ რომ ფეხი მოიტეხაო და მე ამის მერე დაემატა არ ვიცი 1-3 თვე ჩათვალე და მით უმეტეს თუ ფეხი მოიტეხა და ექსორია მოიტეხა პირველ რაუნდში მაგის შემდეგ წარმოედგინე მინიმუმ 10 წუთი იურყე იმ ფეხში 15 ხო თუ დასაწყისში მოხდა ეგ ყველაფერი და აი ესეც დამატებითი პრობლემაა მაგრამ მოკლედ ჯანმრთელობა უნდა უსურვოთ პირველ რიგში და მეორე რიგში ის რომ დროზე მოვიდეს ხასიათზე დაიწყოს ვარჯიში იმიტომ რომ ეს გურამ მებრძოლია ის პროფესიონალი მებრძოლია ის UFC-ში მისი გარემოცვა სულ შედგება მებრძოლებისგან და მოკლედ ერთი სიტყვით წარმატებები გურამ ჩვენ შენს გვერდით ვართ და ველოდებით როდის დაბრუნდები მაგ ქარდზე საინტერესო ჯგუფები იყო კიდე და 1-2 საჯების რაღაც საშინელი გადაწყვეტილება ეს ბლაჰოვიჩს რას ერჩია რა უნდა მე რამდენად უკვე როგორ გამიკვირდა იცი მეთქი აი რას უყურებენ ანუ აი თან იუნანიმუს იყო კიდე სპლიტი ჯანდაბას ვიღაცას დააბრალებ მაგრამ იუნანიმუს დიციჟენ გულბერგო არა იუნანიმუსი იყო 100% დარწმუნებული ვარ მაგაში იმიტომ რომ აი ძალიან კაფეო დავუკვირდი მეთქი იუნანიმუსო რო თქვეს ანუ წავე თავიდანვე იმაზე რომ ულბერგი რახან უფრო კონტენდერი არის ვიდრე ბლაჰოვიჩა ცოტა გეითკიფერი გახდა ბლაჰოვიჩი სპლიტი თუ იყო შეიძლება რაღაცა კარგად იჩხუბა იუნანიმუსიო რო თქვეს და მერეუ ულბერგიო მეთქი რაღაცა ხო არ გაჭედა რაღაც ხა ხო არ მოაბრუნებენ და დაუჯერებელი მე ვერ ვიგებ რა და მით უმეტეს ფავორიტი იყო ულბერგი და აქ არ ვიცი ანდერდოგმა მოუღო ბრძოლა თან სერიოზ რა ვიცი ხა ულბერგს მე ვერაფერი ვერ ვნახე რომ მაგ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა ეითებშიც ერთი სრული მსაჯობა იყო ძალიან რა ერქვა იმას აი ძალიან ღიპიანი ტიპი რო არის
ისა ტიბურა? ტიბურა მოიგო თუ წააგო? ტიბურა მოუგო იმას პარკინგს ინგლისელს. ხო, აი, მაგ ინგლისელმა მოუგო თავისუფლად 2-1 მართლა და სპლიტით მიცეს ტიბურას. აი, საშინელი მსაჯობები იყო რა და მე გახსოვს ვისი ჭუბი იყო? მოიცადე რა ქვია კაცო იმას. არა, ფიურის ჭუბზე დატესტეს AI. მაგრამ კრივში უფრო მარტივია დარტყმები და ეს ტექნოლოგია დაითვლია დარტყმებს, მაგრამ ეხლა კარგი ხალხი იქ თვარეზე აპირებენ ბომბების ჩაგდებას და ეხლა MMA-ის AI მსაჯი თან რა არის დენავაით ხო გიждდება მაგაზე და ბევრ მსაჯს დაპირისპირებია და ჩემი აზრით დენავაიტი მაგას მიაწვევა მაგრად რომ AI მსაჯობა დაინერგოს რა. და მე რაღაც თეორია წავიკითხე მაგაზე. AI საჯობა და მაინტერესა და დავგუგლე და ერთ-ერთი ტიპის ის იყო რაღაცა ფანის თეორია ესეთი რომ UFC-მო შეიძლება ეს მსაჯი გამოიყენოს იგივე სისტემით რაცაა UFC 5-იო. ანუ იქ რო შენ კარიერას თამაშობ რაღაცა მსგავს იქ ხო რანდომაიზერად ხდება ჭუბში უღაცა მეტოქი შეგხვდება სტრაიკინგი ითვლება ტექნოუნების ოდენობა მცდელობა რაღაცა ფორმულაა მოკლედ და შეიძლება იგივე ფორმულით იყოს რეალობაში გადმოდანილი. თამაშის მსაჯის ფორმულა რითიც აკოდი დაწერილი იგივე შეიძლება. всё, მივხვდი, ანუ კრიტერიუმები ჩვეულებრივ. ხო, კრიტერიუმები ხო ნათელია რა, იქ რაღაცა აი ზიანს როგორ დაიენა. აი ეგ არის უბრალოდ ტექნიკური, ანუ იქ ზიანიც ხო ხილვადი არის, ხო ხილვადი არის ჩანს რა. უბრალოდ მან თავარი ფაქტორი ის არის რომ აი მაგალითად ჩვენ ქართულ ბიჭებს ახასიათებს ის რომ თხელი კანი აქვთ და ხშირად უზიანდება და სკდება და სისხლი და ზოგი არის საერთოდ რავის. ხო მართლა უბრალოდ და ჩაარტყარო რაღაცა წვეთი გამოვიდეს. კი ბატონო, მოკლედ მე მგონია რომ საჯობა არ ვიცი ამ ქართზე იყოს საშინელება. ბლაჰოვიჩი აი გაპარსეს და ის პარკინიც ეს ბრიტანელი ჰევივეითით ჩემი აზრით წაართვეს ჭუბი. ნუ მე მივედით მეინ ივენთამდე, სადაც რა ვიცი ბრეიდიმ რაც თქვა ის გააკეთა. დავასაბმიტებოდა მაგრამ ეგეთი ტექნიკური დომინაცია მე არ მინახავს. ეგეთი ტექნიკური გრეპლერი თუ იყო ცალხილიანი გილოტინა შეკრა, ანუ წარმოიდგინე არ მეგონა მე გაძლებ თავიდან რომ დარჩა რაღაცა მე მეგონა რომ გაიჭედა თქო რა იშვიათი და მე როგორ ნელ-ნელა აი მოარგო და ჩასვა რასაც ქვია და ხელი რო ჩაუყო და ამოწია всё უკვე მithumet ახლა ლეონს ახასიათებს მაგარი მებრძოლიანი, მაგრამ აი ეს დასაბმიტება არ არის მარტივი საქმე ლეონისთვის, მაგრამ ამ ბრძოლაში ისეთი რომ რა ვიცი უსმანი რო უგებდა მაშინ სანამ ეს ეთქიქით გათიშავდა, მაშინ უსმანსაც არ ქონდა ამ ხელო დომინაცია ეს უჩერებდა ტეიქდაუნებს და სერიოზულ გაცვლებში შედიოდა თუნდაც და ერთი სიტყვით რა, ანუ მართლა, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ხო ეს მომენტუმი რამდენს ნიშნავს, რომ ლეონ ედვარდსი როცა ეს სასწაული ჰედკიკი გადააგდო, უსმანს მოუგო, მე მეორეთაც ხო აი რაღაცა მთაზე იყო, წვერვალზე იყო, დაფრინავდა და აი გატყდა ეგრევე აი წაგების მერე და წავიდა და გაიფუჭა დაანძნელია ეტყობა ძალიან ძნელია და აი მარცხის სწორი გაანალიზება აი მართლა კიდე რატომაც ვაფასებ აი წარმოგიდგენი ათესანიამ რო წააგო პერეირასთან რამხელა ფსიქოლოგიურ მინუსში იყო და მithumetes ის წინარე ისტორია რაც ქონდა ამხელა პრეისტორია და გთიშავს ისევ ტიპი თუ აი ვერ უხერხებ ვერაფერს და არა მაინც ჩანიშნა მეორე ჭუბი მალევე ჩაინიშნა ხო მალევე ჩაინიშნა და აქეთ გათიშა და ეგ მახსოვს ეგ შეგრძნება რომ ვაუ იზი მაგარი იყო და მაგრამ მე რა ისევ აიჭრა და ისევ მაგრამ რაღაცა თითქოს როგორ იცი ეგ თასკა დაისახა რომ მოდი ხა პერეირას მოუხებ და იმის იქეთ აღარ გაუხენდავს ძალიან უცნაური წაგებები იყო მე სტრიკლანდთანაც და მე ნუ იმავმა საერთოდ გათიშა და იცი რა აკალდებათ ხოლმე განაიხა ჯები კი არ დავიწყები ადესანიას და ის აი კვლელის ინსტინქტი აი რაღაცა აი რაღაც ნაკლებად საშიში იყო რა თვითონ იმავთან კარ კომბინაციებს აგდებ
აკეთებდა, მშვენივრად ინარჩუნებდა დისტანციას, ლეკი ყველაფერს აკეთებდა რა, აი რო აიღო და შეხედო. ხო, მაგრამ აი ეს სისხლის ყნოსვა რო აი ეგეთი რაღაცა ისეთი X ფაქტორი რაც აქვთ ხოლმე, ეგ რო ეკარგებათ, მე ძალიან ძნელია რომ შედეგები დადო უბრალოდ ტექნიკის ხარჯზე, უბრალოდ ფიზიკურობის ხარჯზე და ამიტომაც არის ხო ჩემპიონებს რო გადახედო, აი ყველაფერი დიდი დუპლესიც ხო როგორ ხასიათზე, აი რო გამოდის საჩხუბრად, აი ეთყობა რომ მაგარ ხასიათზეა და არაფერს ვამბობ მერაბზე, ხო? ცარიელი ხასიათია კაცი რო გამოდის, აღარაფერს ვამბობ ილიაზე ასევე და ყველა ჩემპიონი ვინც არის, აი რა გამოირჩევა განწყობით, თავდაჯერებულობით და ეს ადასტურებს და აწერს ხელს იმ ამბავს, რომ ეს როგორი ფიზიკური სპორტიც არის, ასევე მენტალური სპორტია რა, ხასიათის სპორტი. ყველაზე კაფიო მაგალითი ეგ ხასიათის არის გამოჩნდა არის, რომ ახლა ზოგს გონია, რომ ის მაგრეგორმა რო ალდო გათიშა 13 წამში, ეგ ერთი გავარდნილი დარტყმა იყო. რეალურად აი ზუსტად მან ჩადა ხასიათის, აი ეს მენტალურად ადამიანის გატეხვა და 13 წამში გათიშვა პროპორციული არის ერთმანეთთან, იმიტომ რომ სხვანაირი მებრძოლი ხდება. ზოგადად როდესაც ორი ესეთი რაღაცა ნავარჯიშები, პროფესიონალი MMA მებრძოლი ერთმანეთს უპირისპირდება, უკვე მცირე რაღაცასაც შეუძლია ფაქტორი იყოს და განწყობა, რა ყოველდღიურობაში ვნახოთ ერთ და იგივე ქმედება შეიძლება კაი ხასიათზე გააკეთო, ცუდ და უდიდესი განსხვავება იქნება. ეს ჩანს რა საბრძოლო კვირაშიც როგორ განწყობას შეიქმნის, მერე საბრძოლო ამისაც ეგრეა. ფსონებს როცა ვაკეთებ ხოლმე, ყოველთვის უყურებ აწონუებს, იქ როგორ ხასიათია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც ჩანს. თუ დააკვირდები და თუ იცნობ კარგად მის body language ზოგადად როგორია, აწონუებს ეს ყველაფერი ჩანს. ესეთი ჩანს წონის კლებამ როგორ ჩაიარა, აი ზოგი იმ კიბეზე როგორ ამოდის ხოლმე, ხო გახსოვს, აი ზოგი კიდე ამოფრინდება ისე რაღაცა ორს გადააბიჯებს ერთდროულად და ისე ამოდის ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ მაინც ძალიან არაპროგნოზირებადი სპორტია რა, ამ ხელთათმანებით ჩხუბი ერთი მოქნება, მოხვდება ყვაში და დამთავრდება ყველაფერი. რეალურად ეგ არაპროგნოზირება ხდის ამ სპორტს ისეთ საინტერესოს და ამიტომაც მოგწონს ესე ძალიან თორე. ისე ველტერვეიტში ჩაიხლართა ხო ხო, თან აი ხა ისე ბრეიდის რო დაუბრუნდეთ, ჩემთვის ისეთი არასასიამოვნო არგუმენტია, მაგრამ არგუმენტია ესეთ ბრეიდი დააფინიშა ბელალ მუჰამედმა. ბელალ მუჰამედმა, რომელსაც, რა ვიცი, ბოლოს მინ დააფინიშა ბრეიდის იქეთ აღარ მახსოვს. კი ბატონო, ეგ ერთი და მეორეთან ბელალ მოღონთ რა შეა საქმე რა, რომ ბელალ მუჰამედის და ედვარდსის ჩხუბი რო ნახო, იქ დომინაცია არ ყოფილა, მაგას ვერ დაარქმევ დომინაციას, უბრალოდ აჯობა, ბელალ მუჰამედმა აჯობა, მოუგო, მაგას არ მოუგო, მაგრამ დომინაციას ნამდვილად ვერ დავარქმევდით რა მაგას. კი, არა და ბელალ მუჰამედი პირველი ედვარდსი და ბელალ, აი თვალს არ მოხდებოდა ხელი. აი მან ედვარდსი ბელალ მუჰამედს ჩაგრავდა და სერიოზულ ზიანს აყენებდა, მე ვფიქრობ, რომ აი ბელალს რო თვალში ესე ბრუტალურად თითი გაუყარა ედვარდსმა, გაუმართლა მაგით. შეიძლება, კი, სხვადასხვა მართალი ხარ, ის ჩხუბი რო დაიწყო, რამე თუ შეიძლება ვთქვათ, რომ არის ის რომ ედვარდსი ჯობდა თქო, თუ კარგ სწორედ ვიღდგენ ხა მაგ ბრძოლას დიდი ხნის წინ იყო და ეს კარგად არ მახსოვს, მაგრამ მოკლედ ჩაიხლართა, იმიტომ რომ ეს აშკარად სხვანაირი ბრეიდი იყო რა, აშკარად ეთყობა აი ისე აი დამარცხებიდან მოსული ადამიანი. უკეთესი ფორმით ბრეიდი იყო ნამდვილად. ერთი სული აქვს, როდის იჩხუბებს ბელალთან და მისი სტილით ვერავისთან ვერ იტყვი, რომ ვინმესთან რაღაც ისეთი ანდერდოგი იქნება, ხო? ანუ ესეთი მაგარი მოჭიდავეა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი ტანკივით და ნახოთ რა, უბრალოდ უკვე რაღაც კარგად აიგი. თან წარმოიდგინე, ბრეიდი უკვე რენკინგში უსწრებს შავკაცს. ხო? შავკატი არის მეორეზე, ბრეიდი გახდა პირველი კონტენდერში. ბრეიდი ხა პირველია, ხო? და წარმოიდგინე, რამდენი კონტენდერი ყავს ახლა ველტერვეიტში. ბრეიდი, შავკატი. ნუ ახლა მადალენაც კონტენდერი არის, საჩემპიონო აქვს. გარი, ჩემთვის გარი იმასთან. JDM ხო ჩხუბობს კაცო, ბელალთან ჩუბია ჩანიშნა. ხო, შემდეგ ბრძოლასთან აქვს. გარი ხო საერთოდ იმ ბრძოლის შემდეგ რაც შავკატთან ჩაატარა, ჩემთვის ეგაა სერიოზული კონტენდერი. ბაკლი კი დახი არის, მაგრამ სერიოზული იმაზე არის. მაგარი არის და სერიოზული ბიჭები მოგროვდნენ, ანუ აი Four Kings
კრივში იყო ერთი პერიოდი დურანი, ჰერნსი და შუგარ რეი და მოკლედ მაგარი სასაული ბიჭები იყვნენ და რაღაც მანდაც იკრიბებიან და სერიოზული კონტენდერები, რომლებიც ერთმანეთს დახოცავენ და სერიოზულ შოუს დადგავენ და კარგად წყულდებიან რა, ანუ არც ერთი არ არის როგორ იცი აი ნათლად სუსტი წერტილი რო ჭიდაობა აქვს რა, გარისაც მაგრად შეუძლია ჭიდაობა, შავკაც ხო შეუძლია და შეუძლია, ბელას ხო შეუძლია და შეუძლია. იმას რა ქვია, ამას შონ ბრეიდის ხო შეუძლია და შეუძლია და პლუს JDM-ის ხელები და მისი დაცვა. სერიოზული კრივი აქვს. ხო და დაცვა რა ბარსთანაც შვენიერი იყო და ერთი სიტყვით welterweight შეიძლება ითქვას, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული წონა, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო მეჩაპი შეიძლება შედგეს და წინ ძალიან საინტერესო ორთაბრძოლები გველის welterweight-ის ჩემპიონობისთვის ნახოთ რა იქნება. თუმცა არის მაინც სახაც მქონია რომ შავკატი აი თითქოს აი უბრალოდ რა არის იცი შავკატზე მაინც ხვანაირი დამოკიდებულება მქონდა უბრალოდ გარისთან ცოტა აურა დაკარგა ხო ცოტა აურა აი ცოტა უფრო მეტად ადამიანი დავინახე და არც ისე თუმე ადამიანი ყოფილა ხო გარი ძალიან მაგარი და გარი ზოგადად მაგ ბრძოლამდე შავკატზე მეტად ვაფასებდი და გარის ნაკლებად და გამოჩნდა რომ სერიოზული ბიჭია გარი როგორ ეჭიდაო ხო გუდავდა ხო ერთ მომენტში სერიოზულად ეჭია ზურგია უღო თუ რაღაც აპოზიციაში იყო ხო მოკლედ მაგარი არის გარი ძალიან დგომში რა სასწაული ტექნიკა აქვს და სტრაფია ძალიან ხო და თან რა კარგად ჭიდაობს და რა მაგარი გრეპლერი არის არა ასაკი ძალიან ახალგაზრდა გარი შავკატი იცი არის ბელალი და აი ბელალი და ეს შონი მაინც აგრესიული მოჭიდავე MMA-ის მებრძოლები არიან ყავს ეგეთ ხალხი ჩვენ ნანახი რა აი ჭიდაობაზე რო აქვს მთელი ჭუბი აგებული და ფიზიკურობაზე და აი შავკატი და გარი ძალიან ახალი თაობის წარმომადგენლები არიან რა ყველგან საშიშები რო არიან ხა აი ბრეიდი და ბელალი ფეხზე საშიში არ არის რა ხო ხდები ანუ კი ძიმე ხელები აქვს უფრო მაინც ფიზიკურობით რაოდენობით ტემპით და იმით გჭლიტავენ, მოჭიდაურად გიგებენ. და ესენი ყველგან საშიშები არიან. თან შეუძლიათ რომ გაგდგუდონ, თან შეუძლია რომ გაგთიშოს, თან შეუძლია რომ ავისე, ყველაფერი შეუძლია და სერიოზული ამბები ხდება welterweight-ში და დარწმუნებული ვარ რომ საინტერესო მეჩაფებს შემოგთავაზებენ. მაყურებელს მინდა მივმართო და გვიყურებთ და შემთხვევით შეამჩნიეთ რომ წითლად არის გამოწერის ხილა კი აუცილებლად მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი მიზანია რომ 10000-ზე ავიდეთ შემდეგ მოდი ვთქვათ 10 გადაცემაში ცოტა ნაკლებში 6-ში ესე ვთქვათ და ყავს ჩვენ 10000 და მეტი მაყურებელი ყავს და გამოწერე კი 7000 უახლოვდებით და ძალიან დაგვეხმარებით თუ გამოიწერთ ჩვენს არხს იმიტომ რომ ეს ჩვენ გვიმყარებს იმ განცდას რომ რაღაცას სწორად და კარგად ვაკეთებთ ძალიან დიდი მადლობა ყველა ვინც გამოიწერთ ერთი მაგარი ამბავი მოხდა ხო ზურა ილიამ თავისი იდენტობა შეიცვალა სულ ფიქრობდი რითი შეცვლი და კარგად დაანონსა ილიას პიარ სულები ძალიან კარგი სულები არა პირდაპირ კი არ ამბობს მატადორი აღარ ვიქნებიო ჯერ ეგანიუსა და ამას მოყვა ჰაიპი ამას მოყვა მის შესახებ ამდენი ტრაფიკი და მე გამოაცხადა და ბევრს არ მოეწონა ბევრი ამბობდა რომ მატადორის შენ მითხარი ჯერ რა განცდები ქონდა ამ ყველაფერზე ზოგადად ხა მატადორი ჩემთვის რაღაც იდენტობის მატარებელი და უხდება ეს ილიას ამ გზას მაგრამ რაღაცა დოზით ხა მეც უშუალოდ მარკეტინგული კუთხით რო უყურებ ეს ელმატადორი არის ადამიანი რომელიც 0-დან მივიდა აქამდე და აი აქედან უკვე სხვა ილია არის და რეალურად ეს ხო ილიას განწყობაშიც ჩანს საბრძოლო სტილში ჩანს მომავალში ჩანს და ეს ახალი იდენტობა თან საინტერესოა თან რაღაც ახალი ფურცელი არის და თან მომწონს ზოგადად ესეთი რაღაც PR კამპანიები და ეს მარკეტინგული სულების მებრძოლის მხრიდან რაღაცნაირად ალამაზებს რა ეს როგორ და შეხვდა მატადორი უფრო დასამახსოვრებელი და უფრო ნიშური კონკრეტული გასაგებია ხო ესპანური კულტურიდან მატადორი კლევს ნიშნავს ეს რო გადათარგმნო რა ესპანურად და მაგაში
დავეთანხმები ილიას რომ როგორ არის ეს სიტყვა ნამდვილად დასამახსოვრებელი არის ანუ ეგრევე ვიზუალს გიხატავს თავში ეგრევე ასოციაციები მოდის ეგრევე მუსიკა გესმის გარემო გესმის უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მებრძოლები არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები მებრძოლები რასაც აკეთებენ რომ შენ გადაწყვიტე რომ შენი ცხოვრება უზრუნველყო იმით რომ ნახევრად შიშველი გალიაში უნდა ჩაკეტო სხვა კაცთან და იქიდან ვიღაც უნდა ერთი გამოვიდეს ცოცხალი და მეორე არა ამით რო ხარ დაკავებული ამას სხვა განწყობა ჭირდება და ეს ადამიანები მანიფესტირებენ ამ ყველაფერს და ილია ამბობდა რომ ჯერ ჩემ თავში იბადება ჩემ თავში იგეგმება და მერე მოდის რეალობაში და სწორედ აი ეს მეთოდი ნათელია ამ შემთხვევაშიც რა რომ მის თავში დაიბადა რომ უნდა იყოს ლეგენდა და მის თავში უნდა დაიხატოს გეგმა და მერე მოვიდეს სისრულეში და რეალობაში გასაგებია რომ ეს არის ორიგინალური არ არის რა ხვდები ორიგინალური არ არის და ხალხს ეს პრეტენზია ქონდა რომ მატადორი მაგრათად თხერდა ორიგინალურიც იყო ასოციაციებით იყო სავსე და ლეგენდა ხო ხვდები მაგრამ ეს აშკარად მიუთითებს რომ რაღაც ახალი ერის რაღაც ახალი ეტაპის ილიასი აშკარად ამაზე მიუთითებს რომ ილია გეგმავს რაღაც ახლის დაწყებას და შესაბამისად მით უმეტეს ახლა ჩვენ რამდენჯერ გვისაუბრია იმაზე რომ თუ ვინმე არის ადამიანი ამ სპორტში რომელიც ძალიან ხმამაღალ ამბიციურ განცხადებებს აკეთებს და მე ამ ყველაფერს რაღაც სისრულეში მოყავს და სიცხადეშია ეს ყველაფერი და ხო აკეთებს იმას რასაც ამბობს ეგ არის ილია თოფური ხა ლეგენდა რომ ვიღაცა ნიქნეიმი კონდეს ტიპს რომელსაც 15 მოგება აქვს და 4 წაგება ეგ ბანალურია ჩემთვის იმიტომ რომ რაღაცა ხა შაბლონ კილერ და სნაიპერი და რაღაცა გან დაიწერ მაგრამ ილიას კუთხით რო უყურებ მაგას და ადამიანს რომელსაც მართლა აქვს რაღაცა ლეგენდობის გეგმა ხა ჩვენ მედაშენ დავწერეთ მაგრამ მედაშენს დავწერეთ ილიას ეს ჩვენამდე დიდი ხნით აგერ იქნებოდა გათვლილი და ეხა წარმოიდგინე ადამიანი რომელმაც ლეგენდა დაირქვა მე მოდის ხა ჯერ არ ვიცით რა ბრძოლა წიფდება მაგრამ დაუშვათ რომ ჯერ იყოს ვიღაც კონტენდერი და მე იყოს ოლივეირა და მე იყოს ჯერ იყოს ოლივეირა მე იყოს მახაჩები აი ხა მორ ადამიანს რო აფინიშებს აი ხა ეს ნიქნეები წარმოიდგინე არის თუ არა ეს აბსოლუტურად სხვა შინაარს სხვა განწყობას იძენს უკვე ეს ნიქნეები რომ წარმოიდგინე მაქს ჰოლოვეი ვოლკანოვსკი ჰოლოვეი ოლივეირა და მახაჩევი ანუ ეს ხო არის რაღაცა უცნებები და ფიქრები აქედან აი ეს გეგმის 50% შესრულებულია ვოლკი და ჰოლოვეი დაფინიშებულია და ეხლა მე მგონია რომ მაინც ოლივეირა თოფურია შედგება იმიტომ რომ კომენტარები გააკეთეს ერთმანეთზე გახურდა რაღაცა ეტყობა უკვე რომ ისლამი იძახის პირდაპირ არ მინდა ჩხუბიოდა ხა ვერ დავაძალებთ არ უნდა და არ მგონია რომ პორიე მიუხედავად იმისა რომ ორივე გადასარევი სიმპათიებით არიან ილიას და პორიეს ერთმანეთის მიმართ განწყობილები აი რაღაც არ ჯდება რა პორიეს და ილიას ჩხუბი იმიტომ რომ პორიე მეც ემშვიდობება თავის კარიერას ხო ხდება პორიე არ არის რაღაც აქტიური კონტენდერი და ოლივერას ამბიცია აქვს და ილია ზუსტად ამ ამბიციის ლეგიტიმიზაციისთვის იბრძვის იმისთვის იბრძვის რომ ისეთ ტიპს მოუგოს რომელსაც ეკუთვნის მეერე კამარზე ჩხუბი იმიტომ რომ ანკაც ხო გაუგებარი სიტუაცია რა ხდება 55-ში ანუ UFC-მ დასაჯა ცალუკიანი მაკარონის ჭამისთვის წონების არ დაფიქსირებისთვის და ჩააჩოჩა ოლივეირას და მახაჩევს ნაჩხუბარი აქვს და ამ ჩხუბის ხურება დიდად არ მინდა პორიეს და მახაჩევს ნაჩხუბარი აქვს და გასაგებია ყველაფერი გეიჯის და მახაჩევს რა ხო არავის უნდა გეიჯის და მახაჩევს არ აქვს ნაჩხუბარი მაგრამ ანუ კი იწევს ეს მაჩხუბეთო მაგრამ არ ვიცი ხო ნუ თავში თუ მოარტყა ფეხი და გათიშა გეიჯი ხო მაგრამ ის ყვანერად ვერ ხვდები რომ უნდა მოუგოს ხო ჰოლოვეი არის მეოთხე ხა ჰოლოვეის ჰოლოვეი თუ მე მგონი რომ რო უთხრა წადი მახაჩევს ეჩხუბეო შეიძლება გითხრას არ იყოს არ შეწუხდეთო და ერთადერთი და ამ ყველაფერს ემატება ილია რომელიც ამბობს რომ პირდაპირ მაჩხუბეთ ისლამთან და ისლამი ამბობს რომ არა დაამტკიცე კარგი მაშინ კარგია ზუსტად კარგი მონაკვეთია ეს ყველაფერი რომ გავარკვიოთ კონტენდერი როგორ გავარკვიოთ
იჩხუბონ თუ გინდა გეიჯიმ და ცარუკიანმა და აქეთ ოლივეირამ და ილიამ. გადა გეიჯი ხო მოიგო ფიზიებთან, ხო იძახეს კამარზე მაჩხუბეთ, ხო კამარზე ვერ აჩხუბებენ. და ეხლა თუ ცარუკიანსაც მოუგო გეიჯი, მაშინ ეკუთვნის, მაგრამ აქეთ ილიამ თუ ოლივეირა დაამარცხა, შემდეგი მაინც ილია იქნება ყველა ვარიანტი. იყოს, იმიტომ რომ ილია ჩემპიონია, გასაგებია რომ ოფიციალურად ასე ვთქვათ აღარ არის, იმიტომ რომ თვითონ განაცხადა უარი. არა, ჯერჯერობით არის, სანამ ვოლკანოვსკი და ლოპესი არ დაიწყება, მანამდე ტექნიკურად ეწერება ილია რომ ჩემპიონია. და როცა დაიწყება ეს ჯგუფი, ნუ აღარ ეწერება და შესაბამისად მაინც მგონია რომ აი ესე თუ დაწყულდა რა ოლივეირა ილია და გეიჯი ცარუკიანი მე მგონია რომ ილიას მიცემენ იმის საშუალებას რომ შემდეგი იყოს მახაჩევთან აი უბრალოდ ამ პერიოდში მახაჩევი რა სიზავს ეგ არის აი ამდენად მახაჩევს დასვენება უწევს და ეგ არის არა აქტიური იქნება თუ არა და მით უმეტეს მახაჩევზე ვიცით რომ ზოგადად ლიმიტირებული ბრძოლა აქვს ლაითვეიტში დარჩენილი და მას თვითონაც აცნობიერებს ხო ორი ჭუბი აქვს მაქსიმუმ ყველაზე ბევრი აქვს ორი დარჩენილი და რეალურად ახლა მე მჯერა რომ ბელალი ვარ ყოფილიყო ჩემპიონი დიდი ალბათობით გაიწევდა ველტერვეიტზე რომ ის თან ედვარდს AK-ში ვარჯიშობდა ნათრევი ყავს ეთქობა ისლამას და იცის რა იცის რომ უკებდა ხო და მაგრამ ნახოთ რა შეიძლება თქვა რა მოხდეს იცი რომ ეხა თუ ისლამმა ჭუბი არა იყო ცოტა დიდი ხანი უწევს რა იმიტომ რომ ნახე ივნისში ჩაინიშნა მაგალითად ილია ოლივეირა ხო და თქვა სადღაც მაგ პერიოდშიც აი ოქტომბერში ცარუკიანი გეიჯი ან რა ვიცი ხო შეიძლება რომ ივნისშიც ჩაინიშნოს თუნდაც მეინ და კოუმეინ ივენთები იყოს რა მეინი იყოს ჩარლზი ილია და ის იყოს კოუმეინი იყოს ცარუკიანი გეიჯი რა ეს ლაითვეიტი გათამაშება რომ გავაკეთოთ მე ამ 4-ვე მებრძოლმა ხო უნდა დაისვენონ ხა რაღაც პერიოდი ხო მე ანუ ამას გამოდის რეალურად გამოდის რომ მახაჩევი დეკემბრამდე ვერ არის ორ ბრძოლას ხო იმიტომ რომ ერთ ბრძოლას ტოვებს ხო რაღაც ივლისში ჭუბოდა მე აგვისტო სექტემბერი და ოქტომბერი ამხელა არა გააჩნია თუ მოარტყავაში და გათიშა რატო ხო პირველი რაუნდში გათიშა ხა მაგრამ წონის კლება მიუხედავად იმისა ლაითვეიტია მაინც წონის კლება რომ ესეთ დონეზე როცა ხარ 3-4 თვე დიდი ჭუბის მერე და მიუხედავად იმისა ზიანი გექნება თუ არ გექნება და ზიანისთან ერთად მით უმეტეს 1-4 თვე ხო უნდა დაისვენო ეგ გამოდის რომ ოქტომბერს ვეღარ ვასწრებთ ჭუბს რა იმიტომ რომ ხა ივლისის შუაში ჭუბოდა მე ოქტომბერში ჭუბო რა ივლისი აგვისტო სექტემბერი ხო რა ეგრე 3 გამოდის და მაინც მგონია რომ ეს კარდი ახალი წლის კარდი არის აი ნამდვილად ჩვენ საახალწლო საჩუქარი ჩვენს მაყურებელს აი მეც მასე ვხედავ ზოგადად თან წლის ბოლოს უყვარს ახლა იანვრის დასაწყისში იციან ხოლმე დიდი კარდები საერთოდ რა და ან დეკემბრის ბოლოშიც არის ხო და აი დეკემბრამდე უსაქმოდ იყოს ისლამი მithumetes ეხო ფინანსური კუთხიდან არა სასიამოვნო არის მახაჩევისთვის იმიტომ რომ არ აქტიური არა ხო მაგრამ აი ვის აი მართლა ვერ ხვდები აი გამროთა ხო არის ჭუბებს მე ვფიქრობ რომ თუ ილია ჩალზი ჩაინიშნა ხო ჩემი აზრით აქ მახაჩევს იმის შესაძლებლობა რომ ცარუკიანს არ მიცემენ და აირჩევს ისევ გეიჯი მარტივი სამუშაო იქნება დიდად არ დაიღლება ხო გეიჯი ძიძახის მაჭუბეთო და მახაჩევი რა სიტყვის ხა მაჭუბეთო ხო და აიღებს მარტივი ის არის ხო და არ აიღოს და არ წავიდეს თქო იმიტომ რომ რა გეიჯის რომ მოუგოს ხო მაგრამ ნახე რა არის გეიჯის რომ მოუგოს და მე წავიდეს და ამ პერიოდში ილიას მოგებული კონდეს ჩალსთან აი უკვე ძალიან დიდი დაკინგი გამოვა და აი მაგას ვერ მე მგონია რომ მაგ იმის ქვეშ არ დააყენებს მithumetes დიდი ეგოა ეგ გამოვა რომ ანუ აუცილებლად ილიას გამოწავიდა რა და ეგ აი პირდაპირ ნიშანი იქნება რომ გაიქცა რასაც ქვია და ხო მაგას არ იზავს მაგრამ იცი რა არის შეიძლება თქვას რომ აღარ მინდა ძმაო ვეღარ ვიკლებ წონას და ეხა მომკალით აგერ გეიჯისაც გავგუდავ და წავედი მე იმაში რა ქვია მაგრამ მაინც დიდი დაკი იქნება ძალიან დიდი დაკი მithumetes მახაჩევს აქ იმის ამბიცია რომ რაღაცა დიდი ლეგიტიმაცია დატოვოს და აი ამ კითხვის ნიშნის ქვეშ წასვლა გართულებს რომ მე რო ილიას მოუგო რა არაფერს არ მაძლევს იქნება რომ სამჯერ მოვიგე ფეზერვეითების წინააღმდეგ და გამოვა რომ ჩარლზი პორიე ჰენატო მოიგანო
და 3 featherweight და ამას წამომაძახებთო და მეტყვით რომ ჩემი ჭუბების ნახევარი არის featherweight-თან დავიცავიო. რა ვიცი მე არ წამოგაძახე, რა ვიცი ხო აი მოიკანოსთან გამარჯვება უფრო ღირებული იყო თუ ვოლკანოვსკისთან გეხოწე. აი ეს ფურცელზე დაწერილი არგუმენტით მართალი არის რომ აი ქვედაწონიდან ამოსული ტიპია, მაგრამ სირთულის კუთხითაც რომ დავინახოთ ვოლკანოვსკისთან პირველი მოპოვებული გამარჯვება გადაყვარა მის მოკვდა. აი ძალიან ძიმეთ. მეორე კაი გასაგებია გათიშვა. რენატოსთან მოგებული სახა. აი არაფერი თუ გინდა თქვა, აი არაფერი იყო. აი რეალურად ჩვენთვის რა შეიცვალა რენატოსთან გამარჯვების შემდეგ და გამარჯვებამდე მახაჩევის ისტორიიდან. არაფერი, გინდა ყოფილიყო, გინდა არა. არც მომცემი არა. თუ ცარუკიანს აპატიებენ. თქვათ, აი რას გულისხმობს, აი სანამ ილია და ჩარლზი გაარკვევენ კონტენდერი ვინ არის. აი მანამდე მაშინ რომ აგვისტოში რო ჩაენიშნოს მაგალითად, ან ოქტომბერში რო ჩაენიშნოს ცარუკიანთან, მაგრამ არაპატიებ. ხო და მე რეალურად ლეგიტიმურად ცარუკიანს ბევრად მეტად ეკუთვნის ვიდრე გეიჯის. ხოლოვე იმ გათიშა ბოლოს წინა ბრძოლაში. ახლა ეგ და მოუგო ფიზიებს, რომელსაც ერთხელ უკვე აქამდეც მოუგო. მაგრამ აი ეს ცარუკიანის ფაქტორი ის რომ აი დენა ძალიან აჭრილია მაგაზე მე მაფიქრებინებს რომ აპატიებ რა მაგრამ ეს ცარუკიანი მე როგორ ვერ დაიკლო წონა აი რა გაუგებარი რა მე როგორ რაჭხუბი რა ივენთი გააფუჭა და დაიბრალა და კი ვაო ხო რაღაც ისულე მოიგონა ხო ერთი სიტყვით lightweight-იც კაი აჭრილი სიტუაცია და დიეგო ლოპესის და ვოლკანოვსკის ჭუბზეც ვისაუბროთ, გვიახლოვდება გადასარევი ჭუბი. მე გულახდილად მეგონა, რომ ეხა ვოლკანოვსკიზე მართლა მეშინია, რომ ზედიზედ მესამე რო გაითიშოს და ბაგიდო მინდო და ელოევთან ჭუბი. იმას კი არ ვამბობ, რომ ელოევს გადაული და მაგრამ ელოევს ეგ საფრთხე არ აქვს, რომ გაგთიშოს. სამი რაუნდის, ხუთი რაუნდის, და ჭიდაობით რაღაცით მოგიგებს თუ წააგე და მაგას გადავიტანდით ახლა ლოპესმა რო გააკენოს და გააკანოს და ვოლკი გათიშოს მესამედ არ მინდა რა, მაგრად არ მინდა რა. ეგ რო მოხდეს აი ძალიან არ მინდა რა. მაგრამ აი ისევ იმას რო დაუბრუნდით ევლოევს არნოლდ ალენმა მე გულით ვჭერა და ჩემი რაღაცა გადმოსახედიდან არნოლდ ალენს მოგება მოპარეს აი როდესაც ეს მუხლით გათიშა ლამის და დასაფინიშებელი იყო და გააჩერეს ხო სისულელე და არნოლდ ალენთან რომელიც არ არის ვოლკანოვსკის უკეთესი სტრაიკერი და არც უკეთესი გრეპლერი არის ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე მინიმუმ დაცვით სეგმენტში როდესაც ადამიანი წავიდა მახაჩევსთან იჭიდავა არ მგონია რომ ხო ევლოევმა ესე მარტივად აგორაოს აქეთ იქეთ მახაჩევი მეორე ჭუბშიც არ ეჭიდავებოდა ანუ აბსოლუტურად წარმოიდგინე კაცმა შეგვიძლია ვთქვათ რომ ისლამის ჭიდაობა განეიტრა ვოლკმა შეგვიძლია და ხა ისლამის ჭიდაობის რო არ გეშინია და ანეიტრალებ ევლოევთან მით უმეტეს ევლოევს აღარ ექნება იმ ხელმძღვანელის უპირატესობა რაც ქონდა იმას მახაჩევს და ევლოევი იქნებოდა ყველაზე მარტივი გამოსავალი ვოლკანოვსკისთვის. მაგრამ ჩვენ მაგაზე ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ რეალურად ევლოევის არ მიცემა და ლოპესის მიცემა იყო, რომ ახალი ვარსკვლავი დავბადოთ და ამის გამოც ხდება ეს ბრძოლა. და მე იმედი მაქვს, რომ ამას ხელს შეუსლის ვოლკანოვსკი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ზოგადად როგორც პიროვნება და როგორც მებრძოლიც. არ მინდა რომ გაითიშოს მესამეთ ვოლკი რა. მართლა ძალიან არ მინდა და იმედია, მაგრამ ჭუბი მაგარი ჭუბი იქნება. მით უმეტეს ეს ლოპესი ხარივი თუ ტყავს მართლა. მაგრამ თუ ტყავს ვოლკიც რა თქმა უნდა, მისი სტილი იმედი არ შეიძლება და ისე უშიშრად წავა წინ და მოახერხებს და დისტანციის დაფარვას შეძლებს, რაც არის დიდი სხვაობაა და სხვათა შორის ვოლკს რო უწერია 72 ინჩი უწერია, ხო? იმაზე და ეხა მაითი მოუსთან მქონდა ინტერვიუ რა და ტყვილი არის არ მაკელარიჩიო და სერიოზული ამბავი იქნება რა მისთვის აი ამ დისტანციას როგორ დაფარავს დიეგო საშინლად ურტყავს ანუ თუ დაგიჭირა ხოლმე ძიმეთ ურტყავს აი თან ხმელი დარტყმა აქვს თან ძიმეთ დარტყმა აქვს თან
ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია და დიდია, ბიჭო, რა სიმაღლეა რა. მაღალი არის თან და ერთის თქო თუ დაგლებლენში რასაკეთებს ის კი ვიცით. ძალიან მაგრად შეუძლია. შეცდომას დაუშვებ და აუცილებლად გაგუდა. აი ევლოვის სად გადაურჩა მაშინ მუხლირო და აი სად იმა გადაურჩა არ არის ევლოდ გაძლო, არ უნდა ჩამოწეროთ ის სერიოზულად გაძლო. მაგრად გაძლო კი ბატონო. ერთ ისე თქვით ისე სხვათა შორის გამიკვირდა რა ევლოებს რო არ მიცეს ეგ დაჩაგვრა ეხა ფანები რო ამბობთ იმას რო და ვინმე დააფინიშე და მაგაზე რო ვეხუმრებით მაგალითად რო აი რატო ვერ აფინიშები ეხა ორგანიზაცია რო ხარ იგივე ტონით როგორც ფანებიც საუბრობენ არ უნდა ისაუბრო ხა კაც რამდენი რა მოგება ხო აქეთ ესეთ UFC-ში ხა რა მოგება რო მოიგებ და თან არნოლდ ალენი ალჯამეინ სტერლინგთან საერთოდ რა სტარჯამეინ სტერლინგი დიეგო ლოპესი კი დებიუტანტი იყო დიეგო ლოპესი მაშინ მაგრამ ეხა ხო აღმოჩნდა რომ ფაქტია რომ მაგარი ბიჭია და ჩამოზე ჩხოს მე გულახდილად მგონია რომ ევლოევს ქონდა იმის პრეტენზია რომ სანამ იჩხუბებდა მოკლედ ევლოევი ვოლკი უნდა ყოფილიყო რა ხო მეც ზოგადად ჩვენთვის როგორც მაყურებლისთვისაც სამართლიანი იქნებოდა და ზოგადად საყურებლადაც ეხა ლოპესი ვოლკანოვსკი ძალიან კაი ჩხუბი იქნება მაგრამ აი ლოპესი ისა ვოლკანოვსკი ევლოევიც ძალიან მაინტერესებდა მე იმ კუთხით რომ აი ძალიან კაი ჩხუბი იქნებოდა ევლოევის ახასიათებს ეს რომ აი გამოჩნდა ალჯოსთან ჩხუბში რომ გასაგებია რომ ის რაღაცა ტრადიციულად გრეპლერი არის მაგრამ კრეატიული არის ძალიან და ვოლკანოვსკის ზოგადად ახასიათებს ის რომ ემზადება და რაღაც გეიმპლეის ახვედრებს და ანეიტრალებს და იქნებოდა აი ძალიან მაგარი საბრძოლო რაცა დაპირისპირება ესპანეთში. ნამდვილად. პარემ ფეზერვეჯში თუ ჩავედით, პენტევეჯში ჩავიდეთ და მე მგონი ყველაფერი მიდის იქამდე რომ მერაბი ომალი ჩაინიშნება ჩვენ ვისაუბრია და გვითქვამს რომ მოგწონს ეს ჩხუბი, კარგია სანამ ომალის აქვს ეს star power-ი, სანამ უმარამ გაიგდო და აფურთხიალა აკეთიკით და თუ არ ვიცი ხა დარწმუნებული კი არ ვარ ჯობია რომ სანამ მას star power-ი აქვს ისე მერაბის ხელში ჩაკვდეს ის ვარსკვლავი რასაც ქვია შონომალი ვიდრე სხვისი და სანამ ჯვირიღის მაქამდე უნდა გამოიყენოს მერაბამ ეს ბრძოლა და მერაბის ახლა პენტენვეჯში არაფრის დამტკიცება აღარ ჭირდება და ჩემი აზრით მხოლოდ უნდა ირჩიოს ბრძოლები მის რაღაცა უკეთ ფინანსური კუთხიდან შეიძლება იყოს კეთილდღეობისთვის აირჩიოს და პრაგმატულად აი ვინ გადარჩა ვის უნდა მოუგოს ნამდვილად ზოგა დამტკიცება მერაბს არაფრის არ ჭირდება ფინანსური ხეირი საიდანაც იქნება იქით უნდა გადაიხაროს მერაბი უბრალოდ ეხა კარიერის იმ ეტაპზეა რომ საუკეთესო კარიერული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ვინც აწყობს იმას იჩხუბოს თუ უნდა საერთოდ ნუიჩხუბებს იმიტომ რომ მართლა დახურა მე თვალიშვილმა პენტევეიტი გულახდილად დახურა რა რო თქვას რომ თქვა ცოტა არ პაუზა მინდა ავიღო წელიწად ნახევრიანი 2 წელიწადიანი აგერ ჯონ ჯონს რამდენი ხანი უნახავდნენ ამ კამარს და ეხა მერაბსაც დაელოდონ გაათამაშონ დროიდით წელიწადზე მეტი ასპინალი კონტენტები და ჩვეულებრივად თუ უნდა დროებითი კამარი გქონდეთ და რა ვიცი როგორც გაუხარდება ეხა ასაკში შედის ხო უკვე 34 15 16 და შესაბამისად თქვა წელიწადში 3 ჯერ თუ ჩხუბობდა იჩხუბოს 2 ჯერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა მოკლედ შეიძლება უკვე ისე დაგეყოს ყიანური ნაბიჯები უნდა გადადგას რა თავარია უშუალოდ ეხა მერაბს აღარ ფოკუსირება აღარ ჭირდება საბრძოლო კუთხით მის რაღაცა ერთგვარ სივზე. ამიტომ სრულად უნდა ფოკუსირდეს იმაზე, რომ მეტი ფული იშოვოს, მეტად გაერთოს ამ პროცესში, ნაკლებად დაისტრესოს და enjoy ხო, უნდა დატკბეს მართლაც ამ პროცესში ცხოვრებით, რაც თავისი ხელით, სისხლით და ოფლით შექმნა. ხო, მეტი გამოწვევა აღარ დარჩა მერაბსთან, რაც კონდა უკვე გადალახა. კი ბატონო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენ სპონსორს For Dealers. სწორედ მათი გვერდში დგომით ჩვენ ვახერხებთ რომ ყოველ კვირა შემოგთავაზოთ კონტენტი ორთაბრძოლებზე თუ გსურთ ჩამოიყვანოთ მანქანა ამერიკიდან საუკეთესო პირობებით და საუკეთესო ფასით იცით ვისაც უნდა მიმართოთ
for dealers Facebook-ის გვერდზე, თუ web გვერდზე, თუ ტელეფონის ნომერზე, რომელსაც მოიპოვებთ ძალიან მარტივად for dealers დაგუგლით. თუნდაც. ასე რომ გამოიწერეთ for dealers Facebook-ის გვერდი და უკავშირდით და ჩამოიყვანეთ თქვენთვის სასურველი მანქანა ამერიკიდან. ასევე მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენ მაყურებელს, რომელიც ჩვენ გვერდში არის და ესე აქტიურობით გამოირჩევა თუნდაც ლაივში და თუნდაც კომენტარებში. ასევე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რადგან ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და ერთგვარი мотиваციასთან ერთად ერთგვარი საჭიროებაც არის იმისთვის, რომ წერა იყოს, რომ ჩვენს ესე ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს და უფრო უკეთესად განმოვითაროთ ჩვენი არხი და შემდეგ შეხვედრამდე მოკლედ.